სითბო ყველას. სოციალური პროექტის განხორციელება SQS-მა საქართველოს ბიომასის ასოციაციასთან ერთად დაიწყო, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის მიზანია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის უზრუნველყოფის და ყოფის გაუმჯობესების მიზნით განახლებადი და ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების ხელშეწყობა, რაც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ენერგოეფექტიანი ხუმელების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს. დაიცავი გარემო და ადამიანები, ჩაერთე ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების სოციალურ აქციაში, შეცვალე ძველი ახალით. ანთებიდან 5 წუთში საკმარისი არის, რომ ოთახში ძალიან დიდი ტემპერატურაა უკვე. მალე ათბობს ძველი ფეჩი, სანამ გახურდებოდა, სანამ სითბო შეინარჩუნებდა, რაღაც გარკვეული პერიოდი სჭირდებოდა, ალბათ 9 საათზე მეტი კიდე და. ეხლა ეს მეტად უსაფრთხოც არის, იქიდან ცვიო და შეიძლება ნაკვერცხალი გადმოვარდნილი იყო და მთლად ისე ბავშვთან ეხა ვერ ვიყავით იმდენად სანდოთ და მთელი ღამის განმავლობაში გვინთია რომ თბილად ვიყოთ. შეშის მოხმარება უფრო მეტი წვა შეგვიძლია რომ მივცეთ და ოთახში განსაკუთრებული სიმხურვალე იქნება თუ დაუშვათ აი ძალიან ცივა, მაგრამ შეგვიძლია ნაკლებ წვაზე დავაყენოთ და იმ წინა ფეჩთან შედარებით უფრო ის არის ეკონომიური რა თქმა უნდა. ძალიან კარგად დაწყობს, ძალიან მალე და ძალიან კომფორტულიც არის. ზევითაც შეგიძლიათ ჩვეულებრივად საჭმელი გააკეთოთ. ტემპერატურის დაჭერა უნდა. თუ ტემპერატურას დაიჭერა, არც მეტი სიმხურვალი არ უნდა, არც ნაკლები სიმხურვალი არ უნდა. ფირფიტებსაც ხაჭაპურის გამოვატეთ. კარტოფილიც აქვს შემწვარი. თუმცა გვაქვს მუხარშული გზევიდან ასახდელი ისენი აქვს ფირფიტები, რომლებიც ეხება ძალიან პრაქტიკული არის და სწრაფ დროში აკეთებს ყველაფერს.